პრობლემა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებს. პრობლემა, რომელიც ხშირად უბრალოდ ცნობისმოყვარეობით იწყება და შემდეგ ნიკოტინ დამოკიდებულებად ყალიბდება. ნიკოტინის ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ინფარქტის, ინსულტის, ფილტვების ქრონიკული დაავადებებისა და ონკოლოგიური დაავადებების რისკს. ყოველი ჩასუნთქვა მხოლოდ ფილტვებს არ აზიანებს. ის გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე, ტვინზე, გულზე და მთელს ორგანიზმზე. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ნიკოტინ დამოკიდებულება ხშირად ახალგაზრდულ ასაკში იწყება, რომლისგანაც გათავისუფლებას ბევრისთვის წლების განმავლობაში შეუძლებელი ხდება. ნიკოტინ დამოკიდებულება არ არის სუსტი ხასიათის გამოვლინება. არსებობს მითი, რომ აიქოსი თამბაქოზე ნაკლებ საფრთხეს ნიშნავს. ნიკოტინი მიუხედავად ფორმისა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებაა. ის ცვლის ტვინის მუშაობას, იწვევს დამოკიდებულებას და ადამიანს აიძულებს ისევ და ისევ მოითხოვოს ახალი დოზა. ყველაზე საშიში ის არის, რომ თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობები და ეს ეგრეთ წოდებული გასახურებელი თამბაქოს სისტემები ხშირად იქმნის უსაფრთხოების ილუზიას. ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ სიგარეტს თავს ანებებენ, ხშირად აღმოჩნდებიან ახალი დამოკიდებულებების ტყვეობაში. ზოგჯერ უფრო ხშირი მოხმარებითაც კი. რამდენად საშიშია სინამდვილეში აიქოსი. რა ემართება ორგანიზმს ნიკოტინის მუდმივი მოხმარების დროს? რატომ უჭირს ადამიანს თავის დანებება და რა გზები არსებობს? დამოკიდებულების დაძლევა არის ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელი. ამ თემებზე დღეს რეანიმატოლოგ ლევან ბესელიასთან ერთად ვისაუბრებთ, ხოლო საკუთარ გამოცდილებასა და დამოკიდებულებას იუმორისტი თამაზა გაგვიზიარებს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი გადაცემის წარმდგენია კლინიკა პირველი. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია მოლეკულური მედიცინის კვლევითი ცენტრი პრაიმაქსი, რომელიც გთავაზობთ დიაგნოსტიკურ კვლევებს, სადაც გაქვთ საშუალება დეტალურად მიიღოთ ინფორმაცია დაავადებების გენეტიკურ საფუძვლებზე, პათოგენურ მუტაციებზე და გენურ აბერაციებზე. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით, რაც უზრუნველყოფს მაღალი სანდოობის კვლევების შესრულებას. მოლეკულური მედიცინის კვლევითი ცენტრის პრაიმაქსის მისამართია თბილისი, მიხეილ ჭიაურელის ნომერი 9. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავისმოვლის, პირისღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მოგესალმებით, მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემი სტუმრები და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ დღეს. ეს არის ნიკოტინ დამოკიდებულება, სიგარეტი, აიქოსი, ეს ის პრობლემაა, რომელსაც მე მგონი ოჯახი არ არსებობს, სადაც ეს პრობლემა არ არის. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უდიდესი პრობლემა და მე მგონი ამაში ვერავინ ვერ შემეწინააღმდეგება. ბატონო ლევან, მოდით გადმოვალ პირველ რიგში თქვენთან კითხვით. რა არის ნიკოტინ დამოკიდებულება და რამდენად სერიოზული პრობლემა არის? მოგესალმებით, მე ვესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ნიკოტინ დამოკიდებულება არის უზარმაზარი პრობლემა, ეს არის რეალურად პათოლოგია, ნოზოლოგია, დაავადება და არა უბრალოდ მავნეჩვევა. თვითონ ნიკოტინი იწვევს თავის ტვინში დოფამინის სწრაფ გამომთავისუფლებას, რის მოთხოვნილებასაც უკვე კარგად რომ აუხსნათ მაყურებელს, რას გულისხმობთ? ნიკოტინი მოქმედებს თავის ტვინში არსებულ დოფამინურ რეცეპტორებზე, სადაც იწვევს ნივთიერება დოფამინის გამომთავისუფლების სისწრაფის აჩქარებას. დოფამინი წარმოადგენს ისეთ ნივთიერებას, რომელიც იწვევს ხშირ შემთხვევაში ეიფორიას, კარგ ხასიათს და აი სწორედ ამ ნივთიერების სწრაფ გამომთავისუფლებას იწვევს ნიკოტინი, შესაბამისად შემდეგ უკვე ორგანიზმს უჩნდება ამ დოფამინის სწრაფი გამომთავისუფლების სურვილი. სწორედ ამიტომ ძალიან რთულია ამ სურვილებთან ბრძოლა და შესაბამისად ნიკოტინ დამოკიდებულებასთან ბრძოლა.
ძალიან დიდი ოდენობის ნიკოტინი მოიხმარება ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით და განვითარებად განვითარებულ ქვეყანაში ცოტა უკეთესად არის საქმე, თუმცა რეალურად არის უზარმაზარი პრობლემა. თავისი საკმაოდ მძიმე გართულებებით და მძიმე შედეგებით საბოლოოდ მისული მძიმე სუნთქვის უკმარისობებით და პრაქტიკულ ინვალიდობამდე მისული პაციენტები. თქვენ ხართ ისე ადამიანი, ისე ექიმი, რომელიც ალბათ პირველი უღებთ კარს სწორედ ასეთ ადამიანებს, რომლებიც უკვე სტაციონარში შემოდიან ამა თუ იმ პრობლემებით, განსაკუთრებით ფილტვის პრობლემებით. კი, ნამდვილად კრიტიკული. ძალიან ბევრი 10,000-ობით პაციენტს გაუვლიათ თქვენ ხელში ასეც, რომელსაც პრობლემები შეუქმნა სიგარეტმა. კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში შემოდიან პაციენტები უკვე ბოლო სტადიაზე ისეთი დაავადებების, როგორიც არის მაგალითად ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფქოდი ეგრეთ წოდებული, მძიმე სუნთქვის უკმარისობებით. ეს არის დაავადება, რომლის ბოლო სტადიებზეც უკვე სუნთქვა არ არის რეგულარული პროცესი, სუნთქვა არის შრომა. ანუ კი არ სუნთქავ, შრომობ იმისთვის, რომ ისუნთქო. თავის ჟანგბადი დამოკიდებულებებით და პრაქტიკულ ინვალიდობამდე მისული. ასევე ხაზგასასმელი ფილტვის კი უმძიმესი დაავადება, რომელიც ძალიან ისე უსიმპტომოდ შეიძლება მიდიოდეს საწყის ეტაპზე და საბოლოო ჯამში გამოვლენილი და დიაგნოსტირებული ფილტვის სიმსივნით უკვე არ ვებრძვით დაავადებას, ვებრძვით დროს რეალურად და არა დაავადებას და დიაგნოსტირებული ფილტვის სიმსივნით და ორივე ამ ნოზოლოგიის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი არის ნიკოტინ დამოკიდებულება სამწუხაროდ. სიგარეტი, აიქოს და ასე შემდეგ. კი, ნიკოტინ დამოკიდებულება. თამას, იმედია შეგეშინდა. და დაგაფიქრა მაინც ბატონი ლევანი სამ სიტყვებმა. ვინც რა არ უნდა ილაპარაკო, სოფაი ისე მიყვარს. აი დილით რო გავიღვიძებ და ნალექი აყავს რო დავლებ, აი სურო პაციენტი უფრიტო წინ დამიდო, აი მაინც წავაფუილე. არავინ არ ფიქრობს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გართულებაზე, მანამ სანამ ჟანგბადით არ ხდება საავადმყოფოში. გვარიქცარია, მაგრამ ნუ სამწუხაროდ არავინ არ გეგმავს ფილტვის კიბოს განვითარებას. არა, გეგმავენ შემდეგ ღერ სიგარეტს და არა ფილტვის კიბოს. ხო, თავიდან სიგარეტით დავიწყე. მოგვიყევი, სწორედ ეს უნდა მეკითხა, თამაზ, მოგვიყევი, როდის დაიწყე მოწევა და მე ვიცი, რომ ბევრი ჯანმრთელობის პრობლემა შეგიქმნა სიგარეტმა. ანუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი დისკომფორტი შეგიქმნა. მოგვიყევი ამის შესახებ. ბავშვობიდან რო გითხარ რომ ვეწეოდი, არა, ეს სტუდენტობის პერიოდში უკვე დავიწყე მოწევა. როგორც იწყება ყველა თავიდან, დღეში ყოფნის 5 ღერი, 10, 15, მე ერთი კოლოფი, მე გადადიხარ კოლოფ ნახევარზე. მე 2 კოლოფზე, მე ვცდილობ რომ ესე ერთ კოლოფზე დაბრუნდე, მიხდი? რაღაცა პერიოდში ბრუნდები, მაგრამ მე ისე ვადიხარ 2 კოლოფზე. მე ამ ბევრმა სიგარეტმა გამოიწვია თავის ტკივილი რა, როგორც ხდება ხოლმე და მე გადავწყვიტე რომ ჩამინაცვლებინა იმით, რა ქვია, აიქოსით. აიქოსმა იცის გულის ფრიარი და ეხლა დავაბალანსე რა. ცოტა სიგარეტს ვწევი, ცოტა აიქოს ვწევი, რომ აი თავის ტკივილი და გულის ფრიარი დავაბალანსო, ან ერთი არ ამტკივდეს, ან მეორე რა. მაგრამ სიგარეტის მოწევის დროს დავეთკივდება, აიქოსის მოწევის დროს გულის აჩქარება გეწყება და სულ აი ამ ჭიდილში ხარ, მაგრამ მაინც ეწევი. თუ მანქანით მოძრაობ, ან აივანზე ვარ, სიგარეტს ვაფუილებ, თუ წამოწოლილი ვარ, თქვა დივანზე ან რაღაცა სახლში ფილმს ვუყურებ, მაშინ აი ისე მაგ ცხოვრება აწყობილია, შეგშუნდებათ. რა გინდა რომ ელაპარაკო ასეთ ადამიანს, რთულია მეგობრებო. ძალიან რთულია და სწორედ ამის გააზრება ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ პროცესების გააზრება ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ამის ახსნით გააზრება ძალიან რთულია, თუმცა 1-2 შემთხვევაც კი თუ წეველი ნახავს თავისი თვალით რა მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს მოწევამ, შემდეგ უკვე გააზრების პროცესი მარტივდება. ხო გეუბნებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით, არავინ არ გეგმავს ფილტვის კიბოს, არც ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას, ყველა გეგმავს მომდევნო ღერ სიგარეტს, ან ყველა გეგმავს როგორ გადავიდეს სიგარეტიდან აიქოსზე, ან აიქოსიდან პირიქით სიგარეტზე და ასე შემდეგ. მაგრამ ჟანგბადით პაციენტი უკვე სულ სხვანაირად ფიქრობს. ლევან, ახსენე სიგარეტი და აიქოსი. მოდი გითხარი განსხვავება სიგარეტსა და აიქოს შორის. ჯანმრთელობის კუთხით რა პრობლემებს იწვევს ერთი და რა პრობლემებს იწვევს მეორე? პრობლემებს იწვევს ორივე. ეს არის
მნიშვნელოვანი ყველაზე, რომ ორივე იწვევს პრობლემებს. სიგარეტის ბოლში არის 7000-მდე ნივთიერება, რაც განასხვავებს აიქოსისგან. აიქოსის ბოლში არ არის ამ მასშტაბის ნივთიერებათა სინთეზი და ათეულობით სიგარეტის ბოლში ამ 7000 ნივთიერებიდან ათეულობით მათგანი არის კანცეროგენი, ანუ კიბოს გამომწვევი. იქ არის მხუთავი აირი, იქ არის კუპრი სიგარეტის ბოლში, რაც არ არის დაუშვათ აიქოსში. აიქოსი არ არის, აიქოსის ბოლი არ არის წვის პროდუქტი, აიქოსის ბოლი არის გახურებული თამბაქოს ბოლი და არა წვის პროდუქტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული კვლევები ჯერ კიდევ არ არის აიქოსზე, შეიძლება ითქვას მხოლოდ ვარაუდი, რომ შესაძლებელია ჩაითვალოს მცირედად სუბუქად სიგარეტაში, თუმცა მაგრამ არა დიდწილად. ნამდვილად უსაფრთხოდ, იმიტომ რომ როგორც თქვათ ამაზმა, ტახიკარდია, სპაზმი, ხველა, ყელის სიმშრალე, ეს თანხლები მოვლენებია, საბოლოოდ მიდის მძიმე დაავადებებთან, რომელიც ვახსენე. არა მხოლოდ ფილტვის ხაზგასმა გავაკეთებ, მხოლოდ ფილტზე, გულსიზარდთა დაავადებებზე, ნერვულ დაავადებებზე. კი, ამაზე დაავადებებზე. ვისაუბრებთ აუცილებლად. კი, თამას, თუ გიცდია სიგარეტისთვის თავის დაავადება და როგორ გადიოდი ამ ეტაპს? იცი რა არის, მიცდია სიგარეტისთვის დაავადება. ყოფილა რამდენიმე რაღაც ერთი კვირა, ორი კვირა, მაგრამ მე ისევ დამიწყია და რასაც ვეწეოდი ორჯერ მეტი მომიწია და ეხლა ვფიქრობ, რომ აღარ დავანებო თავი და სტაბილურად ერთი და იგივე რაოდენობის სიგარეტი მოვწიო. და რატო გადახვედი სიგარეტიდან აიქოსზე? იცი არ მეკომფორტულებოდა, იმიტომ რომ მე მიყვარს სიგარეტს რომ ვეწევი აივანზე და სახში ახლა სიგარეტის მოწევა და გადაწყვიტე რომ სახში ტერი ჩამინაცვლებინა რა, ტერი ეს სიგარეტია. სახში ჩამინაცვლებინა აიქოსით. სახში ვეწევი აიქოს და გარეთ ვეწევი სიგარეტს. ლევან, რამდენად იზრდება ინფარქტის და ინსულტის რისკი მწველებში? კატასტროფულად იზრდება მწველებში ინფარქტის რისკი და ასევე ინსულტის რისკი. ინფარქტის განვითარების და ინსულტის განვითარების რისკ ფაქტორებს პირდაპირ მიეკუთვნება ნიკოტინ დამოკიდებულება, თამბაქოს წევა. რატომ? ნიკოტინი და არა მარტო ნიკოტინის სხვა დანარჩენი ნივთიერებები, რომელსაც შეიცავს ბოლი, ზრდის სისხლძარღვების სიხისტეს, მისი კედლის სიხისტეს. შესაბამისად ძალიან რთულდება წნევის რეგულირება, როცა სისხლძარღვის კედელი არის ხისტი, ასევე პირდაპირ იწვევს ათეროსკლეროზული ფოლაქსების განვითარების და განვითარებაზე ჩამოყალიბებას, შესაბამისად პირდაპირ რისკია ინსულტის და ინფარქტის განვითარების ნიკოტინ დამოკიდებულება. თამას, აი რამე პერიოდში არის ხოლმე რომ უფრო მეტს ეწევი? ისე სხვათა შორის იცი რომ ძალიან ხშირად დავდივარ მე კლინიკაში და თავს ყოველთვის ვიმოწმებ და იქაც ყოველთვის მაქვს ხოლმე ფიქრები რომ აი ექიმებიც რო ეწევიან სიგარეტს რა დამინახია გარეთ რომ სიგარეტს ექიმებიც აფუილებენ. ხო და მე რაც ვიკითხე თქვა ამ ექიმებთან ის ჩემი კომუნიკაბილური სამბავი რომ რატო ეწევით რაღაცა და აი სტრესის მომხსნელია და მე მეც რო დავაკვირდი ჩემს ცხოვრებაში რაღაცა რთული პერიოდი თუ მქონია ან ძნის გარდაცვალება იყო ეს თუ რაღაცა კარიერული თუ ასე შემდეგ ამ დროს აი რაღაცა სტრესს მიხსნის როცა სიგარეტს ვეწევი და უფრო მდგომარეობიდან გამოვყევა. არ ვიცი ეს შეიძლება ჩემი წარმოსახვაა, მაგრამ რასაც დავაკვირდი რაღაც დაზაბულ პერიოდში თუ რაღაცა ის ერთი ღერი სიგარეტის მოწევა აი მამსუბუქებს უფრო და მდგომარეობიდან გამოვყევა. ძმის გარდაცვალება და ჩვენ როგორც ვიცით, შენ ორი ძმა ყავს გარდაცვლილი. კი. ემთხვეოდა ეს პერიოდი, როდესაც უფრო მეტად ეწეოდი ამ პერიოდებში? აი ფაქტიურად ხო, როცა კი, მაგ დღეს ფაქტიურად შეიძლება თელ დღეს სიგარეტს ვეწევოდი. ხო, მეგონა რომ ამშვიდებ და თუ აი არ ვიცი. ლევან, როგორ ზიანდება ფილტვი წლების განმავლობაში, აი აქტიური მწველების? პრაქტიკულად შეუქცევადად ზიანდება ფილტვი. შეუქცევადი სასუნთქი გზების გამავლობა ხდება, გამავლობის დარღვევა შეუქცევადი ფორმის და რაც არის საფუძველი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ეს არის შეუქცევადი პროცესი. მიტოვებაც კი ვერ ახდენს სრულყოფილად შემდეგ ეტაპებზე მის შექცევადობაზე კავშირს. ხო, სასუნთქი გზების გამავლობაზე ძირითადად და ფილტვის ინტერსტიციაზე, ფილტვის ქსოვილზე თავისთავად შეუქცევად ზიანს აყენებს სასუნთქ სისტემას სიგარეტი.
თამას, როდესაც პირველად დაიწყე მოწევა, იფიქრებდი, რომ შეიძლება დამოკიდებული გამხდარიყავი და როდის მივხვდი, რომ უკვე დამოკიდებული იყავი. და უბრალოდ ვეღარ ძლევდი სიგარეტის. იცით, თავიდან ის არის რა, აი სიტუაცია რო გაიჩნდებოდა, ხო იცი როგორც ყველა იწყებს, ერთი ღერი, ორი ღერი, სამი ღერი, რაღაცა ესე და აი მაშინ ვერ იაზრებ თავიდან, რომ შენ დამოკიდებული გახდები სიგარეტზე. აი, ხმაც ხო ხედავ ნელ-ნელა. მე უკვე ყელის სიმშრალე, აი ისე შემოდის შენ ცხოვრებაში სიგარეტი, რომ ვერ იაზრებ როდის დაიწყო. და როდის დაამთავრო, მაგაზეც ფიქრიც არ გაქვს რა. ასევე მე მახსოვს პერიოდი, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში გახვალებდა, შემდგომ მოგმართე კლინიკა პირველში, გადავიღეთ კატე და ვნახეთ, რომ საკმაოდ ესეთი პრობლემები. მოდი მოგვიყევი აი ეგ პერიოდი. იცი, რო დამეწყო ეს ხელა, მე ვფიქრი ალბათ სიგარეტის ხარისხი გააფუჭეს ლანძღავი კომპანიას რა, რომ აი გაზვირდა და თან ხარისხიც აღარ ვარგა. თურმე სიგარეტის კი არ გაფუჭდა და ხარისხი. დიდ ხანს გქონდა ხო ეს ხელა? კი, და მე სიგარეტის შეცვლამაც არ უშველა ამ ხელას, სანამ თქვა არ დაინიშნა თქვენს კლინიკაში ჩემი მკურნალობა. და ეხა იცი კიდე რა კითხვა მაქვს თქვენთან, რომ აი არ შეიძლება ესეთი რაღაცა მედიკამენტი რო თქვა, ან ხო არ არსებობს, რომ თან სიგარეტიც მოწიო და თან კიდე ეს წამალისვა და აი ფილტვები გულსის გზარღობს რაღაცა რომ მიხედო. ლევან, ეს კითხვა შენ გეკუთვნის. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია მკითხრათ. არ მინახავს ადამიანი, რომელიც ნანობდეს სიგარეტის მოწევის მიტოვებას. და მინახავს უამრავი, თითქმის ყოველდღე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ და ნანობენ, რომ დროულად არ შეწყვიტეს სიგარეტის მოწევა. წამალი რა თქმა უნდა არ არსებობს. კლინიკაში მწვერვალები ყველაზე ხშირად რა პრობლემით და რა ჩივილით მოგმართავენ? ეს არის სუნთქვის გაძნელება, ხველა და სასუნთქის სისტემის მხრივ და გულსისარღვთა სისტემის მხრივ, როგორც ხაზი გავუსვით, ეს არის მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია და ნევროლოგიური პრობლემები, ინსულტები, თავის ტვინში სისხლის მოქცევის გარდამავალი მოშლები, რომლის უმრავლესობას თითქმის ასოცირდება მწვერვალობასთან. არა მხოლოდ სხვა ბევრ რამესთანაც, მაგრამ თითქმის ყველა არის მწვერვალი. თითქმის ყველა, ვინც ამ პათოლოგიებით შემოდის კლინიკაში, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში. მეც კიდე როდის მივხვდი, რომ ბევრს ვეწეოდი, მე ხო ეს ვიდეოებს ვამონტაჟებ. და არასდროს არ მესმოდა ჩემი სუნთქვა, აი რო ვიღებ რაღაცას რა. და უცებ მივხვდი, რომ რაღაცას რო ვამონტაჟებდი, რაღაცა გშუტუნებს. სიგარეტიდან გადახვედი აიქოსზე. აი მოგვიყევი ეგ პერიოდი, აი რა ცვლილება იგრძენი ორგანიზმში. როცა სიგარეტიდან გადავედი აიქოზე, ხო იცი რაღაცა რომ მოდაში შემოდის ხოლმე, მეც მინდა რომ ეს რაღაც რაც მოდურია, ხელში მეჭიროს. ახლა სუფერებშია რამე ეს ვეწყობა და მეც ვიყიდე. თავიდან ვერ მივხვდი, ისი ბრალი იყო, გული მქონდა ხოლმე აჩქარებული. თავიდან მიფიქრე შეყვარებული ხო არა ვარ მეთქი. ვერ ვიხსენებ ვის შემიყვარდა. კეთესები როგორც მართლა ესე ვფიქრობდი, რომ ვიღაც ალბათ მომწონს. მე ვფიქრობდი, რომ აი სად მიჩქარდება ვისერთად მიჩქარდება გული რა. მივხვდი რომ აიქოსთან. პარკში მარტო ვიჯექი და ხის ქვეშ და კაციშვილი არ იყო და გული მქონდა აჩქარებული, მაშინ მივხვდი რომ აი თქვენს კლინიკაში უნდა მოსულიყავი და თურმე ეს აიქოსი იწვევს რომ გულსავრთა პრობლემებს, სისხლის მუშაობას უშლის ხელს და აი აღარ ვიცი რა. მაგრამ გამოიკვლია გული, გაქვს ჯანმრთელი და აღმოჩნდა რომ ეს იყო აიქოსის ბრალი. ხშირად ხდება სიგარეტის და ზოგადად მოწევის რომანტიზება და მისი დაკავშირება სიყვარულთან, ემოციებთან და ასე შემდეგ, რაც სამწუხაროა, იმიტომ რომ ვისაც უნახავს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვისაც უნახავს პაციენტი, რომელიც მიერთებულია ჟანგბადზე და პრაქტიკულად ინვალიდად ქცეულია, ის უკვე ამის რომანტიზებას ვეღარ გააკეთებს. ლევან, რატომ უჭირთ პაციენტებს, ალბათ პაციენტები შეგვიძლია დავარქვათ, ადამიანებს სიგარეტზე თავის დანებება? როგორც აღნიშნე საუბრის დასაწყისში, სიგარეტი იწვევს თავის ტვინში ნივთიერება დოფამინის გამონთავისუფლების სისწრაფეს, აჩქარებს სისწრაფეს. დოფამინი არის ის ნივთიერება, რომელიც იწვევს სიმშვიდის, ზოგჯერ ეიფორიის და სასიამოვნო განცდებს. შესაბამისად, ძალიან რთული ადამიანი შეელიოს სასიამოვნო განცდებს, სწორედ ამიტომ უჭირთ სიგარეტის მიტოვება. და სიგარეტის პროდუქტების ეს აიქოსი იქნება, სიგარეტი თუ ეგრეთ წოდებული ელექტრონული სიგარეტი. რა გავლენას ახდენს სიგარეტი თავის ტვინზე?
ისევე როგორც მთელს ორგანიზმზე, ის იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, ის იწვევს თავის ტვინში დოფამინის გამომთავისუფლებას, ის იწვევს ამ სისხლძარღვების თავის ტვინის და ნებისმიერი სხვა ორგანოს სისხლძარღვების ელასტიურობის მკვეთრ დაქვეითებას და შესაბამისად არა მარტო თავის ტვინზე, არამედ მთელს ორგანიზმზე იწვევს უარყოფით ზეგავლენას. თამაზ, ეხლა შენ განსაკუთრებით გიყურებს ყველა ასაკობრივი ჯგუფი. მე მგონი მთელი საქართველოდან. აი ეხლა გიყურებენ 15-17 წლის ბავშვები. აი რას ურჩევ მათ? ისე ზოგადად მე არ მიყვარს ხოლმე ადამიანს რაღაცა ურჩიო და თავის ცხოვრება თუ უნდა მართოს. მაგრამ იცი რა არის იმენად გახშირდა ეს ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით რაღაცა პრობლემები, თვითონ სოფლიო არის რაღაცა გამომდგომარეობაში, იმიტომ რომ გარემო პირობები რაღაც ყველაფერი ყובה ერთმანეთზეა მიერთებული და ძალიან ბევრი აი ესეთი ჯანმრთელობის პრობლემა იქნება, რომელიც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს. ასე რომ აღარ დაიმატონ ის კიდე რაღაცა თქვა მავნეჩვევა, რომელიც მათ ჯანმრთელობას კიდე უფრო მეტად ხელს შეუშლის. მაგრამ იცი კიდე წერან ბატონმა ლევანი რაც საუბრა ეს სიამოვნება, დოფამინი და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად იმიტოა, რომ აი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე რა, ვიღაცა შეიძლება 500-600 ლარი დასჭირდეს, რომ დოფამინი გამოუმუშავდეს რა და დიდ ადამიანს მაგის საშუალება აქვს და როცა ღარიბი ხარ, აქ ლარს გადაიხდი, მოწევ და უკვე სიამოვნებას იღებ რა, აი ეგ მომენტია. ანუ შენ გინდა მე როგორც არამწეველი არასოდეს ცხოვრებაში მწეველი არ ყოფილვარ, ჩემთვის ძალიან ისეთი რთულია ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ არ მაქვს გამოცდილება და არ ვიცი. ამიტომ მე იცის ჩემმა მაყურებელმა ყოველთვის ვცდილობ რომ მაქსიმალურად ჩემი გამოცდილება გავუზიარო ხოლმე ნებისმიერი კუთხით, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როდესაც არანაირი გამოცდილება არ მაქვს. შენ გინდა მითხრათ ამას, რომ სიგარეტის მოწევა იწვევს ბედნიერების შეგრძნებას? მე შენ რო გინდა რომ შენს ორგანიზმში დოფამინი გამოიყოს დაჯავში სადღაც ქვეყანაში გაფრინდები, კარგად დაისვენ. მე როცა სოფელში ვარ რაღაცა სადამა გასაფრენებული რაღაცა, გავარდები მაღაზიაში. ერთ პაჭკას სიგარეტს ვიყიდი და მეც მივიღებ დოფამინის სიამოვნებას. აი ეგრეა რა. მაგრამ აცნობიერებ რა მხელა პრობლემებს უქმნის შენ ჯანმრთელობას? აი ეგ მომენტი არის, მაგრამ ხო იცი ხა თანმოდაში შემოვიდა რომ დღევანდელი ცხოვრებით ვიცხოვრო. ამიტომ გავაკეთე ამაზე ხაზგასმა განვითარებად ქვეყნებში და არა განვითარებად ქვეყნებში ნიკოტინის და მისი პროდუქტების მოხმარება ბევრად აღემატება განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა დაფიქსირდა 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატში ლამის ეპიდემია ელექტრონული სიგარეტის მოხმარების დაახლოებით 2019 წელს 2700 პაციენტი და მათ შორის ყველა ახალგაზრდა მოხვდა კლინიკაში ამ ბოლით ფილტვის დაზიანების გამო. ელექტრონული სიგარეტის ბოლზე ლაპარაკი, თუმცა იქ მერე გაირკვა რომ დამატებითი რაღაცა E-ვიტამინი შეიცავდა ეს ბოლი და არასტანდარტული ნიკოტინის ვეიპი იყო ეგრეთ წოდებული ელექტრონული სიგარეტი და ეს ყველაფერი ამ ნიკოტინს და მხოლოდ ვეიპს არ დაბრალდა და დაბრალდა ამ არალეგალურ E-ვიტამინის დამატებას ვეიპის ბოლში. თუმცა, ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, განვითარებულ ქვეყანაშიც კი დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა. ლევან, ყველაზე ხშირად რა ასაკის ადამიანები შემოდიან თქვენთან კლინიკაში, აი სიგარეტით და ზოგადად ნიკოტინით დაზიანებული ორგანიზმით? სტაჟიანი მწეველები, როგორც წესი 20 წლის მწეველები მაინც, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოსთვის სკრინინგი, რომელიც ასაკობრივ ჯგუფში ხდება 45 წლის ზემოთ წეველისთვის ნამდვილად სასურველია და ალბათ აუცილებელიც რომ ჩაიტაროს ფილტვის კიბოს სკრინინგი და აქ ხაზგასმელია ასევე 20 წლიანი სტაჟი მოწევის ან მიტოვების 15 წლიანი პერიოდი. ანუ მიატოვებ 15 წელი, 15 წელი თუ არ არის გასული, სასურველია რომ სკრინინგი ჩაიტაროს პაციენტს. და აუცილებლად მეიცოდნენ პაციენტებმა, რომ სკრინინგი, ფილტვის კიბოს სკრინინგი დღეს ხელმისაწვდომი არის უფასოდ და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადამიანმა მისი ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისევე როგორც ძუძუს კიბოს სკრინინგი, ისევე როგორც საშუალოსნოს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ 45 წლის მერე
ну 45 წლის შემდგომ და ასევე ლევანმა სწორედ აღნიშნა თუ გაქვს 20 წლის სტაჟი მწვერვალობის აუცილებელია რომ გამოვიკვლიოთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფილტვები იმიტომ რომ ну ეს არის ის პრობლემა რომელიც შემდგომ უკვე ძალიან ბევრ სირთულეებთან მივყავართ ამ პრობლემას. თურმე ისაც ძალიან ცუდი ყოფილა, რომ თქვათ, აი, ხან ეწევი, ხან არ ეწევი, ეს უფრო ძალიან ცუდი ყოფილა. ან ეწევი, ან საერთოდ თავიდან დაანებო. მე ვიფიქრე რაღაცა მაგალითად კვირაში რაღაცა კაი ივენთებზე რაღაცა მაგ დროს მოვწევ. თურმე ის უფრო ცუდი ყოფილა, რომ აი, 2 დღე არ ეწევი, 3 დღე, მე მე-4 დღეს ეწევი, მე არ ეწევი. ამ ის უფრო ცუდი ყოფილა. არ ვიცი, ლევან, რამდენად დაეთანხმები, არ მგონია, ესეც რაღაცა მითი მგონია. ფიქრობ რომ რამც უფრო ცოტას მოწევ, შენი ორგანიზმი მით უფრო მეტად შეინარჩუნებს ჯანმრთელობას. ლევან, აბა გითხარი, რამდენად მნიშვნელოვანი არის ინტენსივობა მოწევის, ანუ რაც უფრო ხშირად ეწევი ცხადია. ძალიან ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის, მაგრამ ეს ფაქტორი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არამწეველობა არის ყველაზე დიდი უსაფრთხოება. უსაფრთხო არ არის არც მწეველობა, არც პერიოდული მწეველობა, თუმცა კლინიკურად გამოვლენის თვალსაზრისით აქვს ამას მნიშვნელობა. მაგალითად, თუ არ ეწევი რეგულარულად, კლინიკურად, აი მაგალითად ხველა უფრო ხშირია, მაგალითად ისეთ პაციენტებში, რომლებიც აი ესე ეწევიან არარეგულარულად, მოწევენ ერთი კვირა, მერე 2 კვირა არ მოწევენ, მერე ისევ 3 დღე მოწევენ, 5 დღე არ მოწევენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი და ანუ რეგულარულად ერთი და იგივე მარკის სიგარეტის მოწევა. თუ მარკას ცვლი, კლინიკა ვლინდება, ხველა იწყება, თუმცა მოწევა, ასე რომ მოწევა უსაფრთხო არ არის, რა მარკის სიგარეტიც არ უნდა იყოს, რა ფორმისაც არ უნდა იყოს, ეს იქნება ელექტრონული სიგარეტი თუ აიქოსი, არც ერთ შემთხვევაში უსაფრთხოდ არ ხარ. სწორედ ის აღნიშნე, მე მგონი, როდესაც ხველა დაგეწყო, შეცვალე მარკა, ხო? თუ როგორ იყო, აბა ეგ რომ მოგიყვე? ხო, როცა ხველა და ანუ მეც რა პრობლემა მქონდა, რომ იმდენად ბევრს ვეწეოდი, მარკაც არ შეცვალე, იგივე სიგარეტზე ვიყავი და მაინც ხველა დამეწყო, იმიტომ რომ გავწვდი 2 პაჭკას რო გაცდები დღეში, ძალიან საერთოდ ხორხი როგორ აქვს. და შეგექმნა პრობლემა. კი. დღეს როგორ ხარ? იცი დღეს როგორ ვარ? აღარ ვეწევი იმდეს, რასაც ვეწეოდი, მაგრამ მე ხა შემურია რა, სიგარეტი და აიქოსი. მაგრამ შედარებით ნაკლებს ეწევ. შედარებით ნაკლებს ვეწევი. და როგორ გრძნობ თავს? მოგვიყევია შენი ჯანმრთელობის შესახებ, როგორ აკონტროლებ? იცი რა არის, აი ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა სიგარეტს რო ვიყიდი, ადრე ვიცოდი ხოლმე ყიდვა ბლოკებით, რომ არ გამითავდეს, რომ მაღაზიაში ჩასვლაც რო გეზარება და ეხლა ესე აღარა ვარ, ვიცი რომ მაგალითად ერთი კოლოფი სიგარეტი, აი 2 დღე უნდა მეყოს და ერთი კოლოფი თქვათ, აიქოსის ის პატარა სიგარეტები რო არის, ისაც 2 დღე უნდა მეყოს და ესე ვასტაბილურებ. ლევან, დაანება პაციენტმა სიგარეტის მოწევას თავი. რა ხდება მე, როგორ გრძელდება? შეიძლება ითქვას რეაბილიტაციის პროცესი, პერიოდი. ყველაზე საინტერესო არის სასუნთქი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სასუნთქი გზების ეპითელიუმის ნელ-ნელა რეგენერაცია, რომელიც თვითონ ნიკოტინ დამოკიდებულება პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ერთ კვირაში ფიზიკური ნიკოტინ დამოკიდებულება დაძლეულია. შემდეგ იწყება სასუნთქი გზების ეპითელიუმის ჩამოფრთნა და შესაბამისად ხველის ინტენსივობა იმატებს გარკვეული პერიოდი და შემდეგ უკვე იწყება რეგენერაცია, ახალი ქსოვილების წარმოქმნა და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ერთი თვის განმავლობაში, ერთი თვის შემდეგ უკვე იწყება აქტიური რეაბილიტაციის პროცესი. მე მინახავს, როგორ იტანჯებიან ადამიანები რეანიმაციულ განყოფილებაში, როდესაც ძირითადად მათი პრობლემის გამომწვევი არის სიგარეტი და აიქოსი. მე მინახავს ასეთი ადამიანები ლევანთან და მე მინახავს მართლაც როგორ იტანჯებიან ისინი. რამხელა სტრესია მათი ოჯახისთვის და თუ რამხელა პრობლემის წინაშე შეიძლება დავაყენოთ ჩვენი ჯანმრთელი ორგანიზმი სრულიად არაფრის გამო. იმის გამო, რომ ვეწევით სიგარეტს, ვეწევით აიქოს და შეიძლება ითქვას, რომ ვიკლავთ თავს. ნამდვილად ცალსახად გეთანხმებით. პანდემიამ თითქოს ტენდენცია შეამცირა, იმიტომ რომ COVID პანდემიის დროს ძირითადი გამოვლინება იყო რესპირატორული ჩივილებით, სუნთქვის პრობლემებით მოდიოდნენ, თითქოს შეამცირა ტენდენცია, მაგრამ რადიკალურად მაინც ვერ სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ჯობია რომ არავინ არ მოწიოს
და ყველა მიცხოვროს ჯანმრთელად. ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე რამდენად მოქმედებს სიგარეტი? ძალიან მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, ესეც სისხლძარღვოვანი პათოლოგიებით გამოწვეული პრობლემაა და აწერია კიდევაც სიგარეტის კოლოფებს ისე გასარჟებულად თუ ისეთ გაირონიზირებულად, რომ მოწევა იწვევს იმპოტენციას, შესაბამისად ცალსახად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზეც და ამას გენეზი აქვს სისხლძარღვოვანი. მათ შორის საუბედუროდ ხშირად მინახავს ფეხმძიმე ქალი, რომელიც ეწევა სიგარეტს. რამდენად მნიშვნელოვანი არის? უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ პრაქტიკულად პლაცენტის სისხლძარღვებით ყვება ნაყოფს უქმნის უზარმაზარ პრობლემას დედა მისი მოწევით. სიგარეტზე რო დახატეს ის რა ემართებათ, ვინც სიგარეტს ეწევენ, გამოსავალი რომ მომწებდნენ, ხო იცი? რაღაცა იყიდება სიგარეტის გადმოსალაგი კოლოფი და როგორც კი პიტულა ფარც მუყურებ და გავწდი ხოლმე გადმოვალაგებ და ისეთი ლამაზი შესაფუთი მაქვს ახლა. და ბოლოს რას ურჩევ ჩვენ მაყურებელს და ბატონო ლევან თქვენ რას ურჩევთ ჩვენს მაყურებელს? მოსურვებ რომ იცხოვრონ ჯანმრთელად და მიხედონ თავიანთ ჯანმრთელობას. ბევრი იცინან, ბევრი ხშირად იცინონ, უყურონ სარკასტიკას, რომ მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. შემდგომ უყურონ გადაცემა მედგიც რომ ნახონ, რას ნიშნავს და რა ხელაფასი აქვს ჯანმრთელობას და რას გვირჩევთ თქვენ? ურჩევ რომ მიატოვოთ ყველამ აბსოლუტურად განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ეხლა იწყებენ მოწევას, სანამ მათ აქვთ საშუალებას რომ არ მივიდეს მათი სასუნთქი სისტემა შეუქცევად პროცესებამდე, მიატოვონ მოწევა და იცხოვრონ ჯანმრთელად. ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელის სულია. ეს ძალიან ისეთი ფრთიანი ფრაზაა, შესაბამისად ყველას ურჩევ მოწევის მიტოვებას. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის და უღრმესი მადლობა თქვენი უდიდესი პროფესიონალიზმისთვის. არ ვიქნები სუბიექტური, რომ ლევანი ჩემთვის არის გამორჩეული ექიმი საქართველოში, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ მთელი საქართველოსთვის და მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ყავს ლევან ბესელიას-ნაირი ექიმი, რეანიმატოლოგ, ანესთეზიოლოგი, რომ უფრო მეტად დავაზუსტოთ და მადლობა თამაზ. მადლობა და მე ძალიან მალე გელოდები ჩვენ გადაცემაში, რომ აი ასე ამაყად გვეტყვი, რომ შენ სიგარეტის და აიქოსის მოწევას დაანებეთ. მადლობა შენ რომ ესეთ კარგ საქმეს აკეთებ და ესეთ მაგარ გადაცემას. ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს მაყურებელს და მე კი გემშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათამდე.